საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ ყაველაშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა და მოჰყვა ამას ძალიან ისეთი არასერიოზული გამოხმაურებები, კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონ ყაველაშვილს ტექსტის წაკითხვის დროს, ასე ვთქვათ, სავარაუდოდ ენა აებნა და სიტყვა ავტორიტეტული უცბად ვერ წაიკითხა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ეს სიტყვა აქამდე არ წაუკითხავს, არ გაუგონია და ვიღაცებმა რომ ამის გამო გაუნათლებლობა მიაწერეს მას, ამის გამო ეს არასერიოზულია, იმიტომ რომ სხვადასხვა ისედაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ასეთ მომენტში სიტყვა აებნას, ასე ვთქვათ, ან ენა დაებას, ან უცბად ვერ წაიკითხოს ესა თუ ის ძალიან ისეთი ჩვეულებრივი გრძელი სიტყვაც კი, რომელიც არ არის, ვთქვათ, კონკრეტულად ეს სიტყვა ავტორიტეტული, ვთქვათ, ეს შეიძლება რაიმე სხვა სიტყვა იყოს, ან არასწორად წაიკითხოს წაკითხვის მომენტში, ესა თუ ის სიტყვა და მერე გამოასწოროს. ეს არის ძალიან ჩვეულებრივ რამ და ეხლა მაინც და მაინც ამის გამო ბატონ ყაველაშვილს ჩვენ გაუნათლებლობა დავაბრალოთ და ეს მივაბათა იმასთან, რომ მას უნივერსიტეტში არ უსწავლიაო, ეს ძალიან არასერიოზულია და ზოგადად მხოლოდ ბატონი ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლიდან ამას რომ მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება, ეს არის ძალიან არასერიოზული თვითონ მაყურებლის მხრიდან. მე მინდა ერთ რამეზე გაგამახვილებინოთ ყურადღება, რაც ბატონი მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაში შევნიშნე. მან იცრუა კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით, რომ მან თქვა, რომ საქართველოს აქვს 17 საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციაო. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. ამისი ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ამას ვიძახი. ერთ-ერთი ამისი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში გამეფებული იყო ანტიქრისტიანული ბატონყმური წყობილება, ბატონყმობა იყო საქართველოში გამეფებული, ასე ვთქვათ, რომელიც ოფიციალურად იყო კანონის დონეზე დადგენილი. იმ საქართველოში, რომელიც საქართველოც ოფიციალურად თავის თავს აცხადებდა ქრისტიანულ ქვეყანად, მაგრამ სინამდვილეში საქართველოს სახელმწიფო ქრისტიანული არც ადრე იყო და არც ეხლა არის სახელმწიფო დონეზე, როდესაც სახელმწიფო დონეზე საპატრიარქოს ორგანიზაცია არის გამოცხადებული ქრისტეს ეკლესიად, ასე ვთქვათ, აი ღვთის მიერ დადგენილად, რაც ძალიან დიდი შეცდომა არის. ეხლა კონკრეტულად მე ყურადღებას გავამახვილებ საქართველოში არსებულ მრავალსაუკუნოვან ბატონყმურ წყობილებაზე, რომ ის ნამდვილად ანტიქრისტიანული იყო და არ შეიძლებოდა, რომ ქრისტიანთა შორის ბატონყმობა ყოფილიყო. აი ამაზე ახლა მე გავამახვილებ ყურადღებას და საღვთო წერილზე დაყრდნობით, კონკრეტული არგუმენტით წარმოვაჩენ იმას, რომ სინამდვილეში საქართველო არ ყოფილა ქრისტიანული სახელმწიფო. მანამდე, სანამ მე ამას გავაკეთებდე, მოდით ჯერ ბატონ მიხეილ ყაველაშვილის აი ამ მცირე მონაკვეთს ბატონი მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლიდან აი ამ მცირე მონაკვეთს მოგასპენინებთ, სადაც იგი საუბრობს აი ამაზე, რომ იგი წარმოადგენდა გაეროს ტრიბუნიდან 17 საუკუნის მქონე ქრისტიანული ტრადიციის მქონე ქვეყანას. აი მომსმინეთ. მე წარმოვადგენ 3000-ლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, სოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით ახსავსია. ქვეყანას, რომელსაც სოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია.
სინამდვილე ის არის, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ოფიციალურად დაწესებული იყო ბატონყმური წყობილება, რომელიც არის პირდაპირ ანტიქრისტიანული წყობილება, ვინაიდან ბიბლიაში საღვთო წერილში აი აგერ ღმერთი ჩვენ გვატყობინებს იმას, რომ ქრისტიანთა შორის დაუშვებელი არის ურთიერთდამონება, ურთიერთუსიყვარულობა, ურთიერთბატონყმობა და კონკრეტულად ამისი ძალიან მკაფიო გამომხატველი კონკრეტული მაგალითი ჩაწერილი არის ბიბლიაში ფილიმონის მიმართ გაგზავნილ წერილში, სადაც პავლე მოციქული წერს ბატონ ფილიმონს, რომელსაც ყავდა მონა სახელად ონისიმოსი და როდესაც ეს ონისიმოსი პავლესთან ყოფნის დროს გაქრისტიანდა, პავლესგან მან მოისმინა იესო ქრისტეს ამბავი, იესო ქრისტეს სწავლება და მისი სახარება, ირწმუნა და მათ შესაძამე, როდესაც პავლე მოციქულმა შეიტყო, რომ ეს ონისიმოსი იყო ფილიმონის მონა და ამავე დროს პავლე მოციქულმა იცოდა, რომ ეს ფილიმონი ქრისტიანი იყო და მას იცნობდა, პირველივე საუკუნეში ხდება ეს ამბავი, წარმოიდგინეთ, ეს ხდება პირველ საუკუნეში. პავლე მოციქულმა წერილი გაუგზავნა ფილიმონს, ფაქტიურად ღმერთმა პავლეს ხელით წერილი მისწერა ფილიმონს და მე მინდა ახლა ეს წერილი მოგასპენინოთ. რას წერს პავლე მოციქული, რას წერდა პირველ საუკუნეში სულიწმინდით აღსვლილი პავლე მოციქული ბატონ ფილიმონს. ფილიმონის მიმართ. პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი და ძმა ტიმოთე, ფილიმონს, ჩვენს საყვარელსა და თანამშრომელს და აპფიას, საყვარელ დას და არქიპოს, ჩვენს თანამებრძოლს და შენს საშინაო ეკლესიას. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესაგან. ვმადლობ ჩემს ღმერთს, ყოველთვის გიხსენებ ჩემს ლოცვებში, მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, რომელიც შენ გააქვს უფლის იესოს და ყველა წმინდის მიმართ. რათა შენი რწმენის ზიარება გახდეს ქმედითი ყოველი კეთილის შემეცნებაში, რაც ჩვენშია ქრისტესათვის. ვინაიდან მე დიდი სიხარული და ნუგეში მქონდა შენ სიყვარულში, რადგან შენით გახალისდნენ წმინდათა გულები ძმაო. ამიტომ რა კი ქრისტეში მაქვს დიდი სითამამე, რომ გიბრძანო რაც ჯერ არს. სიყვარულით გთხოვ უფრო არავინმე სხვა, არამედ მე მოხუცებული პავლე, ახლა კი აგრეთვე ქრისტე იესოსთვის პატიმარი. გთხოვ ჩემს შვილ ონისიმოზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში. იგი ოდესღაც გამოუსადეგარი იყო შენთვის, ახლა კი შენთვისაც და ჩემთვისაც გამოსადეგია, რომელსაც გიბრუნებ. ხოლო შენ მიიღე იგი როგორც ჩემი გული. მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენ სმაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში. მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილის საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი. ვინაიდან იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი. უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და მით უმეტეს შენთვის ხორციელადაც და უფალშიც. მას თუ თანაზიარად მიგაჩნი ვარ, მიიღე ის, ვითომც მე ვიყო. თუ რამე გაწყენინა ან მართებს, მე მომკითხე. მე, პავლემ, დავწერე ჩემი ხელით. მე გადავიხდი, რათა არ გითხრა, რომ შენ თავად მოვალე ხარ ჩემი. მაშასე ძმაო, ვიხარებდე შენგან უფალში, გაახალისე ჩემი გული ქრისტეში. შენი მორჩილების იმედით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეცაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ. იმავდროულად გამიმზადე ბინაც, ვინაიდან ვიმოდოვნებ, რომ თქვენი ლოცვით მოგეცემით თქვენ. მოგიკითხავენ შენ ეპაფრასი, ჩემი თანაპატიმარი ქრისტე იესოს გულისათვის, მარკოზი, არისტარქოსი, დემასი, ლუკა, ჩემი თანამშრომლები. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენ სულთან. ამინ.
ამ წერილიდან ცხადი არის ის, რომ ფილიმონს როგორც ქრისტიანს, რომელიც ოფიციალური კანონით ბატონი იყო, ყავდა მას მონა სახელად ონისიმოსი და ონისიმოსიც გაქრისტიანდა, უკვე პავლე ეუბნება მას, რომ მას მართებდა, რომ ამიერიდან ონისიმოსი მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც საყვარელი ძმა. ასევე უფალი იესო თავის მსმენელებს გვასწავლის იმას, რომ თავის მიმდევრებს, თავის მოწაფეებს, თავის მიმდევრებს, მორწმუნეებს გვასწავლის იმას, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. და სიყვარულში არ არის ურთიერთდამონება. ამავე დროს უფალი ამბობს, რომ ვისაც თქვენს შორისო, ასე ვთქვათ, აი პირველობა სურს, ხო, ან უფროსობა, ის თქვენი მსახური იყოსო. და თავად უფალმა თქვა, რომ მე ესე იგი თვითონ უფალი მოგვემსახურა ჩვენ, უფალი მოვიდა ჩვენ და სასიცოცხლოდ, ცოდვისგან გამოსასყიდად და ჩვენს გადასარჩენად, ჩვენს სახსნელად და ჩვენ მოგვემსახურა იგი, ხო? და აი ამით მან მაგალითიც დაგვიტოვა და პირდაპირ თავის მოწაფეებს იმ დროსაც და დღევანდელობაშიც გვასწავლის, რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და არ შეიძლება ერთმანეთს ჩვენ გავუბატონდეთ. და შესაბამისად უკვე ეს ფილიმონის მიმართ მიწერილ წერილში უფლის სწავლება ძალიან მკაფიოდ არის, მკაფიო მაგალითში არის უკვე გამოვლენილი, რომ ეს მონა და ბატონი, ონისიმოსი და ფილიმონი, რომლებიც უკვე გაქრისტიანდნენ, უკვე მათ შორის ეს ბატონმონობა უნდა გაუქმებულიყო და ფილიმონს ონისიმოსი უნდა მიეღო როგორც საყვარელი ძმა და არა როგორც მონა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილი დაიწერა პირველ საუკუნეში და საქართველოშიც ბიბლიაზე ხო იყო ინფორმაცია, აგერ მით უმეტეს ბატონი ყაველაშვილი ამბობს, რომ 17 საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიცია გაგვაჩნიაო და ამ დროს მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველოში ოფიციალურად დაკანონებული იყო ბატონყმობა და თვით საპატრიარქოს ორგანიზაციასაც ყავდა ყმები, რაც პირდაპირ ანტიქრისტიანულია და პირდაპირ საპატრიარქოს მთელ ორგანიზაციას წარმოაჩენს ანტიქრისტიანულ ორგანიზაციად. და ეს არ არის სამოციქულო ეკლესია მოციქულებისაგან დადგენილი. უბრალოდ ეს არ არის უფლისაგან და მისი მოციქულებისაგან ხელდასხმული ეკლესია. სინამდვილეში ესენი არიან თვითმარქვიები და მოყოლებული ძველი დროიდან ბაგრატიონ მეფეებს ესენი მხარში ედგნენ, აი ესე რომ ერთად იყოფდნენ ძალაუფლებას რიგით ქართველ ხალხზე და საქართველოში მცხოვრებს ზოგადად მოსახლეობაზე. ბატონყმური წყობილების დროს, როგორც მე შევიტყვე საქართველოს ბატონყმობის ფაქტიური მასალებიდან, იმ პერიოდში ყმებსაც კი შეეძლოთ, რომ თავიანთი ყმები ყოლოდათ. ესე იგი, ყმა, რომელსაც ჰქონდა შეძლება, ფინანსური მდგომარეობა ისეთი მაღალი, რომ მას შეეძლო ყმა ეყიდა, იყო შემთხვევები, რომ ისინი ყმეებს თვითონაც ყიდულობდნენ და ზოგადად ამ ბატონყმური წყობილებით სარგებლობდნენ თვით ყმებიც კი, ვინც უფრო შეძლებული ყმა იყო. სხვა შემთხვევებში, როდესაც ყმა ძალიან ასე ვთქვათ, ღარიბი იყო, დაჩაგრული იყო თვითონ ბატონისაგან ვთქვათ, აგერ საქართველოს ბატონყმობის ფაქტიურ მასალებში, რომელი მასალებიც ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ საიტზე PDF ფაილებად არის განთავსებული და ხელმისაწვდომია. აქ არის მრავალი ინფორმაცია იმ ბატონყმური წყობილების დროინდელ საქართველოზე, რომ თუ როგორ იჩაგრებოდნენ ყმები ბატონობის უღლის ქვეშ. რომ ესე იგი ამ ბატონებს პრაქტიკულად ჰქონდათ განუზომელი ძალაუფლება
რომ შეეძლოთ რომ აგერ ნორმალურად ესე იგი სოფელში ხალი ვერ იგრძნობდა თავისუფლად თავს და აგერ ერთ-ერთი თელაველი ყოფილი ყმა ყვებოდა სოფელ კურთხელაურის ცხოვრები ყოფილი ყმა ყვებოდა იმას რომ ჩვენ სოფელშიო ჩვეულებრივი ამბავი იყო ესე იგი პირველი ღამეო როდესაც ყმა მოიყვანდა ცოლს პირველ ღამეს ბატონი უნდა დაწოლილიყო ყმის ცოლთანო და ამავე დროს ჩვენს სოფელშიო ბატონს თუ რომელიმე სოფლის ქალი მოეწონებოდაო სახლშიო ძალით წაიყვანდაო ან წაათრევდაო იხმარდაო და უკან გინებით გამოაგდებდაო ესეთი საზარელი ამბები ხდებოდა კონკრეტულად იმ პერიოდის საქართველოში რომელ პერიოდზეც ის ყოფილი ყმა საუბრობდა და ზოგადად ახლა ჩვენამდე რაც არის მოღწეული ჩვენ შეგვიძლია ამ ფაქტებზე ამ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ვილაპარაკოთ და უფრო ძველად კონკრეტულად აი რა ხდებოდა როგორ ხდებოდა რა ინფორმაციაც ჩვენამდე ხელმისაწვდომი არ არის ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ მაგრამ ფაქტი არის ის რომ ადამიანი ისეთი არსება არის ცოდვად დაცემული ადამიანი რომელიც უფლის სახარებას არ ემორჩილება და მას ყავს ისევ ყმები და თანამდროს ყმებსაც ქრისტიანებს ეძახის თავის თავსაც ქრისტიანს ეძახის და ამ დროს მაინც როგორც ყმად ისე ინარჩუნებს მას უკვე იქ ცხადია ის რომ იგი სინამდვილეში ქრისტიანი არ არის სინამდვილეში იგი ისევ ცხოვრობს ისევ რჩება ცოდვაში და მისი ცოდვილი ბუნება მას აძლევს იმის გაკეთების შესაძლებლობას რომ აი ასეთი ბოროტებები ჩაიდინოს მრავალი ძალიან გულის შემაწუხებელი ფაქტები არის მოცემული საქართველოს ბატონყმობის ფაქტიურ მასალებში ამავე დროს ერთ-ერთმა ქართველმა წერალმა დანიელ ჭონქაძემ თავის მოთხრობაში სურამის ციხეში აღწერა ბატონყმური წყობილების სიბოროტე და ზოგადად მთელი საქართველოს მოსახლეობა გააკრიტიკა იმაში ესე იგი მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობა გააკრიტიკა და წარმოაჩინა საქართველოს მოსახლეობის არაქრისტიანობა აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ თვითონ საპატრიარქოს ორგანიზაცია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თვითონვე ფლობდა ყმებს, აი ესეც კი წარმოაჩენს საპატრიარქოს ორგანიზაციის სიყალბეს და იმას, რომ ისინი რომ მათ კავშირი არ აქვთ ქრისტეს მოციქულებთან. და ქრისტეს მოციქულთა დადგენილები და ხელდასხმულები ესენი არ არიან და თუკი რომელიმე ეპისკოპოსის მხრიდან ხელის მექანიკური დადებით ესენი მართლაც აი აქამდე მოვიდნენ თქვათ ეს იმას არ ნიშნავს რომ ესენი უწყვეტი ჯაჭვით არიან დაკავშირებულნი პირდაპირ მოციქულებთან ვინაიდან აგერ თვითონ პავლე მოციქულმავე იწინასწარმეტყველა ის რომ მის მიერ ხელდასხმული ეპისკოპოსებიდან აღდგებოდნენ ისეთი კაცები, რომლებიც უკუღმართად დაიწყებდნენ ლაპარაკს, რათა მოწაფეები გადაებირებინათ. ეს მოხდა კონკრეტულად იმ დროს, როდესაც პავლე მოციქულმა ქალაქ ეფესოელი ხუცესები, ეპისკოპოსები მოიწვია და კრება გამართა და მათ ბოლო სიტყვით მიმართა. ეს ამბავი ამ კრების გამართვის ამბავი და პავლე მოციქულის სიტყვა მათდამი ჩაწერილი არის ბიბლიაში მოციქულთა საქმეებში საქმები აი ასე ქვია იმ ერთ-ერთ წერილს რომელიც ბიბლიაში მოთავსებული არის სახარების 4 თავის შემდეგ მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე და მერე მოდის
საქმეები, რომლებიც უფალმა იესომ თავისი მოციქულების თანამონაწილეობით აღასრულა და აი ეს სწავლა ასევე, რასაც ასწავლიდა უფალი იესო ადამიანებს თავისი მოციქულების პირით. და შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ ქრისტეს სწავლებიდან განმდგარი სხვადასხვა ეპისკოპოსები, რომლებიც გააგრძელებდნენ უკვე ნეგატიურ მოღვაწეობას, მათგან ვინმეს ესე მექანიკური ხელის დადებით, აი ასე დაედგინათ კიდევ სხვა ცრუ ეპისკოპოსები და დღევანდლამდე მართლაც აი ასე მოეღწიათ. გამორიცხული არ არის ეს. დღევანდელობაში ვინაიდან ჩვენ გვაქვს ღვთის წმინდა წერილი, ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ თვითონ საპატრიარქოს ორგანიზაციის ოფიციალური სწავლება შევადაროთ ღმერთის ბიბლიას, ღმერთის წერილს და გავიგოთ საპატრიარქოს ორგანიზაცია მიჰყვება თუ არ მიჰყვება ღვთის სწავლებას, რომელიც დღევანდელობაში მისსავე ბიბლიაში არის მოთავსებული. ბიბლიიდან ღმერთის წერილიდან ირკვევა ის, რომ უფალმა იესომ უკვე დიდი ხანია რაც გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა, ასევე სატაძრო მასახურება და უფალ იესოს, ასევე მის მოციქულებს ახალ აღთქმაში, ახალი აღთქმის დღევანდელ პერიოდში არ დაუდგენიათ სარიტუალო მღვდლები, არ დაუდგენიათ ტაძრების მშენებლობა. მსოფლიოში ერთადერთი ტაძარი იდგა იერუსალემში, სადაც უფალი შევიდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა და თვითონ უფალმავე იწინასწარმეტყველა იმ ტაძრის დანგრევა. იმ დროს სხვას არავის ჰქონდა უფლება სხვა ადგილას ტაძარი აეშენებინათ. ზუსტად იერუსალემის ერთადერთ ტაძარში მსახურებდნენ, სხვადასხვა რიტუალებს ასრულებდნენ ძველი აღთქმის დროს, მოსეს დროს დადგენილი აარონიანი მღვდლები, რომელთა მოვალეობებში შედიოდა სხვადასხვა რიტუალების აღსრულება და მათ შორის ორი მათგანი იყო მირონისა და საკმევლის დამზადება, მოხმარება. მხოლოდ აარონიან მღვდლებს ჰქონდათ ამისი უფლება. ამაზე მთელი რიგი ინფორმაცია თვითონ ბიბლიაში არის მოთავსებული, ბიბლიის რიგით მეორე წერილში, გამოსვლაში არის მოცემული ინფორმაცია უფალმა როგორ დაადგინა აარონი მღვდლად და მთლიანობაში აი ბიბლიას ვინც წაიკითხავთ პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით, თქვენ შესანიშნავად გაიგებთ იმას, რომ ძველ აღთქმაში უფალმა დაადგინა სამღვდელო სარიტუალო სისტემა, ხოლო ახალ აღთქმაში გააუქმა მან ეს სამღვდელო სარიტუალო სისტემა და თავად უფალი იესო გახდა მღვდელი. და უკვე უფალს ახალ აღთქმაში აღარ დაუწესებია მირონისა და საკმევლის მოხმარება, დამზადება, მოხმარება და სხვადასხვა ის რიტუალები, რასაც აარონიანი მღვდლები ასრულებდნენ. ხოლო საპატრიარქოს ორგანიზაციას ისევ აქვს სამღვდელო სარიტუალო სისტემა. ოღონდ ეს დამახინჯებულად ესენი არ მიჰყვებიან არც ძველი აღთქმის რიტუალებს და არც ახალი აღთქმის სწავლებას. ამათ თავისი თვითნებური რიტუალები აქვთ და თავისი თვითნებური სწავლება აქვთ. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია იმთავითვე არ არის სანდო ორგანიზაცია და იმთავითვე მით უმეტეს ქართველი ხალხისთვის ეს ორგანიზაცია არ არის სანდო ორგანიზაცია. ეს არ არის არც დედა ეკლესია, არც მამა მარჩენალი და ამათი მთელი ორგანიზაცია არის ერთი დიდი უსარგებლო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ თანამშრომლობდა ბაგრატიონთა დინასტიასთან, რომელმა ბაგრატიონთა დინასტიამაც თავად არ გააუქმა ბატონყმობა,